გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მინდა გამოვეხმაურო ნინასა და მერაბის ირგვლივ არსებულ მიმდინარე ამბავს. ორ ნაწილად არის ხალხი გაყოფილი. ერთი ნაწილი ამბობს, რომ ნინასო იმდენი გამომწერი ხავსო საქართველოს მოსახლეობაზე მეტიო, ანუ ამდენი გამომწერი ხავსო და ეს ყველაფერი არის ქვეყნისთვის კარგიო. ეს ყველაფერი არის ქვეყნისთვის უკეთესიო იმ გაგებით, რომ ანუ მას აქვს კეთილი განწყობა საქართველოსადმი და ეს ყველაფერი მერე ჩვენს ქვეყანას ადგება იმ გაგებით, რომ აცნობს მის გამომწერებსო და მადლობა უთხრათ ამისთვის ნინას, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის კარგი, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის მისასალმებელი, აგრეთვე რა თქმა უნდა მადლობა უნდა უთხრათ მერაბს, თუნდაც იმ განზრახვისთვის, იმ კეთილი განზრახვისთვის, რაც აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს განზრახვა აქვს, მას ეს განზრახვა გააჩნია, მას ეს განზრახვა ამოძრავებს, ამაში მე ვარ დარწმუნებული. მაგრამ ასევე არის მეორე პოზიციაც, მეორე, ასე ვთქვათ, ხალხის ნაწილი, რომელიც უკვე დაიღალა ამ ყველაფრით, რომელთა სულიერებაც ამ ყველაფერს უკვე ვეღარ იტევს და ჩნდებათ გარკვეული პროტესტის განცდა და ეს პროტესტი არის თავისებურად მართალი იმ გაგებით, რომ როდესაც ცხოვრობ ამ ქვეყანაში და როდესაც ხედავ იმ ყველაფერს, რაც ხდება, მიმდინარე მოვლენები, ადეკვატური გამოვლენებაა, მით უმკითხოთ ეს ყველაფერი, რომ რაღაც ის გვიჩნდება. ამასთანავე აგრეთვე საინტერესოა, რომ საქართველო არის მრავალსაუკუნოვანი ქვეყანა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ის ადამიანი, რომელიც დგას სიმართლის მხარეზე, ის ადამიანი, რომელიც სიმართლის მხარეს ირჩევს, მისი მხრიდან ეს ყველაფერი არის გასაგები და ნორმალურია, რომ მას უჩნდება გარკვეული პროტესტის განცდა, როდესაც ხედავს, რომ მის შვილებს იჭერენ, მის შვილებს უსჯიან, თავადაც ხედავთ ყველანი რასაც, თავადაც ხედავთ იმ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება და ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, მას უჩნდება ერთგვარი უსამართლობის განცდა, როდესაც იმ ყველაფერს უყურებს, რასაც უყურებს. კი ბატონო, გაგვიხარდა, კი ბატონო, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ იმ პროცესებიდან მოდის ეს მეორე მხარის პოზიცია და ნაწილი, ანუ იმ ხალხის სულიერი მდგომარეობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს მას იმოქმედებს. დაკავშირებულია ეს ყველაფერი ერთმანეთთან და შესაბამისად, თავისებურად ისინიც არიან მართლები. დიახ, თავისებურად ისინიც არიან მართლები. იმ ყველაფრის ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ნამდვილად არც რაღაც კარგია, არც რაღაც ლამაზია და არც რაღაც უკეთესია ნინას კულტის შექმნა. ამიტომაც მე მესმის ამ ადამიანების, მე მესმის მათი კარგად მესმის. მაგრამ ასევე მადლობას უხდი ნინას, მადლობას უხდი მერაბს იმ განზრახვისთვის, რაც აქვს. შესაბამისად, მივედით შემდეგ აზრებამდის, რომ თავისებურად ორივე მხარე არის მართალი, ხოლო რაც შეგვეხება ჩვენ, ალბათ გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ნაკადში ვიმყოფებით ამა თუ იმ სიტუაციაში და თუ ჩვენ ვიმყოფებით რაღაც ისეთ ნაკადში, მაშინ, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება მათი ვიზიტი, რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდებით დიდი სიხარულით, ხოლო თუ კი ვიმყოფებით მეორე ნაკადში, რომელიც ბრძოლობს საკუთარი ქვეყნისთვის, რომელიც ბრძოლობს ამჯერად უკვე საკუთარი ქვეყნის სულიერი თავისუფლებისთვის, სულიერი გამოხსნისთვის, ბრძოლობს რაღაც კარგისთვის, რაღაც ლამაზისთვის, რაღაც უკეთესისთვის, ამ მდგომარეობაში შეგვიძლია თავი ჩავაყენოთ მათ ადგილას და ჩვენ დავინახავთ, რომ ნინას კულტს ამ იმაში ნამდვილად ვერ მოვთხოვთ, რომ მიიღონ ნინას კულტი. ასე რომ ორივე მხარე არის მართალი და მინდა რომ თავის გზაზე, თავის სიმართლეზე ორივე მხარეს უსურვო წარმატება. რაც შემეხება მე, თუ რომელ მხარეს ავირჩევო, რა ვიცი. რო დავუფიქრდე, რომელ მხარეს
ავირჩევდი ამ იმიდან, ალბათ ავირჩევდი იმ მხარეს, დიახ, მე ავირჩევდი სულიერებას, რომელსაც, დიახ, ავირჩევდი იმ სულიერებას, რომელსაც საკუთარ თავში, რომელიც შესწევს უნარი, რომ მოიტევოს ეს ყველაფერი და აი ეს ყველაფერი არის სწორედაც რომ სულიერება. და აი რაც უფრო ძლიერია ჩვენი სულიერება, მით მეტი შეგვიძლია ეს საინტერესოა. და აი ეს სულიერებაა ჩემი არჩევანი, რომ შევძლო ორივე მიღება, ორივეს ანუ ისეთი სულიერება, რომელიც შესძლებს როგორც ერთს, ისევე მეორეს. აი აქ უკვე დავფიქრდი სულიერებაზე, საინტერესოა. წარმატებები, საინტერესოა.